დიდი ბრიტანეთის საომარი მდგომარეობისკენ მიდის და ამის მიზეზი რუსეთია. ეს მხოლოდ ჯარებსა და იარაღს აღალეხება. ეს ეხება მთელი ქვეყნის კონფლიქტისთვის მომზადებას. კულისებს მიღმა ცივი ომის დროინდელი გეგმა აღდგება. თანამედროვე ომისთვის განახლდება და ისე იქნება, რომ ბრიტანეთი მუდმივი თავდასხმის პირობებშიც ფუნქციონირებდეს. ის მოიცავს ყველაფერს: ინფრასტრუქტურას, მომარაგების ჭაჭვს, სამოქალაქო რეაგირებას და იმას, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო მაშინ, როცა ჩვეულებრივი წესები აღარ მოქმედებს. ამ ყველაფრის ცენტრში დგას დოკუმენტი, რომლის შესახებაც უმეტესობას არასდროს სმენია: მთავრობის საომარი წიგნი. ეს ხოვლისმომცველი დოკუმენტი დეტალურად აღწერს, თუ როგორ გაუმკლავდება დიდი ბრიტანეთი ახალ ომს რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ ეს არა მხოლოდ ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვისაა, არამედ სტრატეგიაა მთელი საზოგადოების განძლეობის გასაზრდელად. მოდით ნახოთ, რას მოიცავს ეს საიდუმლო გეგმა და როგორ ჯდება ის რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის მზარდ მზადებაში. მთავრობის საომარი წიგნის აღდგენა გამოავლინა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ხელმძღვანელმა, ავიაციის მთავარი მარშალმა, სერ რიჩარდ ნაიტონმა, ლონდონის თავდაცვის კონფერენციაზე 2026 წლის აპრილში. როდესაც ინტერვიუში კითხეს, აღადგენდა თუ არა დიდი ბრიტანეთი ძველ მთავრობის საომარ წიგნს, მან თქვა: "ვფიქრობ ესეა." მან ასევე აღწერა, თუ როგორ შეიძლება ეს გამოიყურებოდეს. ნატო კონფლიქტზე გადასვლას სამხედრო კომპონენტად მიიჩნევს, მაგრამ მას ასევე აქვს სამოქალაქო კომპონენტიც, განაცხადა თავდაცვის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ის შედარებითი მშვიდობა, რაც დიდმა ბრიტანეთმა ბოლო 30 წლის განმავლობაში ისარგებლა, სულ უფრო მეტი საფრთხის ქვეშ დგას. ცივი ომის პერიოდში დიდი ბრიტანეთი თავის მთავარ საფრთხედ რუსულ შეჭრას ან მასშტაბურ ბირთვულ ომს მიიჩნევდა, მაგრამ დრო შეიცვალა და საფრთხეებიც შეიცვალა. როგორც ნაიტონმა განმარტა, ეს გვაიძულებს, რომ ჩვენ თვითონაც განათლდეთ და მოსახლეობასაც დავეხმაროთ, რომ გაიგონ ეს საფრთხეები და გაიგონ, რა შეუძლიათ გააკეთონ ქვეყნის დასახმარებლად და შესაძლოა შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერადაც. ზუსტად ამას ემსახურება ახალი საომარი წიგნი, საზოგადოების მთელ მასშტაბზე გამძლეობის გაძლიერებას, რათა დიდი ბრიტანეთი შეძლოს რუსეთისთან ახალ კონფლიქტში გამარჯვება. ნაიტონის თქმით, განახლებული ვერსია ეფუძნება ცივი ომის გაკვეთილებს, მაგრამ თანამედროვე კონტექსტში, თანამედროვე საზოგადოებასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურასთან ერთად. აბა, რას მოიცავს ეს გეგმა? ჯერ კიდევ მუშავდება და როგორც მისი წინამორბედები, დიდი ალბათობით ძალიან გასაიდუმლოებული იქნება, მაგრამ წინა ვერსიებიდან შეგვიძლია ზოგადი წარმოდგენა შევიქმნათ მის სტრუქტურაზე. საომარი წიგნის თავდაპირველი ვერსია პირველი მსოფლიო ომის დროს გაჩნდა და მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში ინახებოდა. ცივი ომის პერიოდში მთავარი ვარაუდი იყო, რომ ძირითადი საფრთხე საბჭოთა კავშირის თავდასხმა იყო. დღეს არაფერი შეცვლილა გარდა აგრესორი ქვეყნის ოფიციალური სახელწოდებისა. 2009 წელს ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი პიტერ ჰენესი დაარწმუნა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება, რომ ცივი ომის პერიოდის გეგმის ვერსიაზე მიეცათ მისთვის ცდომა. ჰენესი, ან მისი სრული ტიტულით ბარონი ჰენესი, ნიმსფილდიდან, FBA, 2001 წლიდან ლონდონის ქუინ მერის უნივერსიტეტში თანამედროვე ბრიტანეთის ისტორიის ატლის პროფესორია. ის ასევე მსახურობს როგორც დამოუკიდებელი ლორდი დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში. ჰენესი გაოცებული იყო შინაარსით და BBC-ს გადაცემაში Today განაცხადა, რომ ნამდვილი სიურპრიზი მისი მასშტაბი და სიგანეა. 16 თავი, რომ ქვეყანა მშვიდობიანი მდგომარეობიდან სრულად საომარი მდგომარეობისკენ გადაიყვანათ. ეს მართლაც გამორჩეული წამოწყებაა. ამ 16 თავში დოკუმენტი ზუსტ გეგმებსა და ინსტრუქციებს იძლევა იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ბრიტანელი ოფიციალური პირები გადადგამდნენ, როგორც დაპირისპირების დაწყებამდე, ასევე მას შემდეგ, რაც ბომბების ჩამოვარდნა დაიწყებოდა. ის ამ ნაბიჯებს წარმოუდგენელი სიზუსტით აღწერს. იმ ვარაუდით, რომ მათი განხორციელება შესაძლოა მხოლოდ 7-დან 28 დღემდე წინასწარი გაფრთხილებით გახდეს საჭირო. გეგმების მიხედვით ქვეყანა 12 რეგიონად დაიყოფოდა, რომელთაგან თითოეულს კაბინეტის მინისტრი ფართო უფლებამოსილებით მართავდა. მათ დახმარებას გაუწევდნენ მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრები, პოლიციის უფროსები და მოსამართლეები, რომლებიც ყველა ბუნკერებში იქნებოდნენ განთავსებული. სხვა მაღალი თანამდებობის პირები კოცვოლცის ქვეშ მდებარე ცენტრალურ სამთავრობო თავშესაფარში გადაიხვეწებოდნენ. ამ დაცული პოზიციებიდან სრულიად ახალი ადგილობრივი, რეგიონული და ცენტრალური მმართველობის სისტემა ამოქმედებოდა. პარლამენტს შეეძლო ფაქტობრივად საკუთარი თავის გაუქმებაზე ეყარა კენჭი და ცენტრალიზებული დემოკრატიული მთავრობა რეგიონალური კომისრების სერიით შეეცვალა. ესენი იყვნენ მინისტრები, რომლებსაც აბსოლუტური კონტროლი ექნებოდათ გაერთიანებული სამეფოს ახლა დეცენტრალიზებული რეგიონებიდან ერთ-ერთზე, მათ შორის სიკვდილით დასჯის დამტკიცების უფლებაც. ომის წიგნის ტომები და ქიუს არქივები ასევე შეიცავს ვრცელ დოკუმენტაციას, სადაც აღწერილია, როგორ უნდა დაიხუროს ავტობანები, როგორ უნდა შეიქმნას საკვების მარაგები და როგორ უნდა მოეწყოს საომარი დროის მაუწყებლობის სისტემა. დოკუმენტები დეტალურად აღწერს კვების ორგანიზებას, აუცილებლობას, რომ შენახული იყოს ძირითადი საკვების დიდი მარაგები და ასევე იძლევა რეკომენდაციებს ფერმერებისთვის, თუ როგორ დაიცვან თავიანთი პირუტყვი რადიაციისგან. საომარი მდგომარეობაზე გადასვლისთვის უნდა მომზადებულიყო ვრცელი მარაგები, საკვები რესურსები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ეს მოიცავდა გადარჩენილთა სასტრაფო კვების აღჭურვილობას, მათ შორის ძირითად საკვებს, რომელიც ინახებოდა ქვეყნის მასშტაბით 65 სათადარიგო საწყობში. უმეტესობა კომუნალური კომპანიებისა ინახავდა საომარ მარაგებს.
მაგალითად, ბრიტანეთის ტელეკომს, ანუ BT-ს, ჰქონდა საგანგებო საწყობები, სადაც ინახებოდა კაბელებისა და ბოძების მარაგი, რომლებიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო საკომუნიკაციო ქსელების აღსადგენად. ბევრ ადგილობრივ BT-ს სადგურს ასევე ჰქონდა ადგილზე მარაგები და საკვები, აგრეთვე საგანგებო აგურები, დროებითი ბირთვული თავშესაფრის ასაშენებლად. ეს ყველაფერი წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით შექმნილი ფართო და ძალიან გამძლე საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ნაწილს. ამ ინფრასტრუქტურაში შედიოდა გამაგრებული ობიექტები, მიწისქვეშა ბუნკერები, მიკროტალღური ანძები და საგანგებო ქსელები, რომლებიც შექმნილი იყო ბირთვული განადგურების მქონე ქალაქების გვერდის ასავლელად. გეგმები იმდენად შორს მიდიოდა, რომ მოიცავდა ლონდონიდან შოტლანდიაში ხელოვნების საგანძურის გადატანას, საავადმყოფოების დაცლას ყველა პაციენტისგან, გარდა ყველაზე მძიმე დაავადმყოფებისა და ინფორმაციის სრულ კონტროლს, იგივე ცენზურას. მართლა, როგორც იხსენებს ოფილის სახელმწიფო მოხელე სერ დევიდ ომანდი, რომელიც ამ გეგმებში მონაწილეობდა, ჩემი საყვარელი ღონისძიება, რომელიც ყოველთვის ბევრ დისკუსიას იწვევდა, იყო ცენზურის შემოღება პირადი მიმოწერისთვის. შეგიძლია წარმოიდგინოთ, ეს იყო ისეთი რამ, რაზეც მინისტრები მხოლოდ მაშინ დათანხმდებოდნენ დაწერას, როცა უკვე ნათელი იქნებოდა, რომ ომი გარდაუვალი იყო. შეგვიძლია უსასრულოდ გავაგრძელოთ. საომარი წიგნის დეტალებზე ყურადღება მართლაც გასაოცარია. რა თქმა უნდა, როგორც ომის ხასიათი და დიდი ბრიტანეთის წინაშე არსებული საფრთხეები წლების განმავლობაში იცვლებოდა, ასევე იცვლებოდა საომარი წიგნიც. წიგნზე დაფუძნებული რეგულარული წვრთნები ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდებოდა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების, მაგალითად ომანდის მიერ, რასაც ემატებოდა ყოველდღიური შიდა ბრიფინგები და ეროვნული მზადყოფნის მიმდინარე პროგრამები, როგორიცაა საკვების და თავშესაფრებისთვის სამშენებლო მასალების მარაგის დაგროვება. საომარი წიგნის საფუძველზე შესაბამისი ზომების შენარჩუნების, დახვეწისა და განხორციელების პროცესი 10 წლეულების განმავლობაში გრძელდებოდა. საომარი წიგნში მოცემული ზომები ბრიტანული ცხოვრების ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. და შემდეგ, სწორედ ასე, საბჭოთა კავშირი დაიშალა და გაერთიანებული სამეფოსთვის მთავარი საფრთხე თითქმის უმნიშვნელოდ იქცა. ამის პარალელურად გაერთიანებულმა სამეფომ ომისთვის მზადებაზე ყურადღება დაკარგა. მთავარი სტატისტიკური მონაცემები ამას მოწმობს. 1950-იან წლებში მთავრობის ხარჯები საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე MSშ-ების დაახლოებით 3% შეადგენდა. 2020 წლისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 12%-მდე გაიზარდა. მეორეს მხრივ, თავდაცვაზე ხარჯები 1950-იანი წლების შუა პერიოდში MSშ-ის თითქმის 8%-დან დღეს დაახლოებით 2.3%-მდე შემცირდა. შედეგი? სამხედრო თვალსაზრისით, როგორც ამას ამჟამინდელი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი და მისი წინამორბედი ბენ უოლესი ამბობენ, წლების განმავლობაში არასაკმარისი დაფინანსების გამო დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვნად დასუსტდა. თავისი ძლიერების პიკზე, ბრიტანეთის იმპერია იყო ყველაზე ძლიერი ქვეყანა პლანეტაზე, ჰეგემონი, რომლის იმპერია მართავდა მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედს და მისი ტერიტორიის მეოთხედს. ბრიტანეთის საზღვაო ფლოტი, რომელიც იყო მთავარი საშუალება გლობალურად ძალაუფლების დემონსტრირებისთვის, ზომით აღემატებოდა მომდევნო 2 ყველაზე დიდ ფლოტს ერთად აღებულს. დიდი ბრიტანეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობა 1980 წელს შეადგენდა დაახლოებით 305-დან 311.000-მდე ადამიანს და არა 150.000. გარდა ამისა, ძალა არ იყო ორჯერ ნაკლები 1980 წლის ძალასთან შედარებით, რომელიც დაახლოებით 327.000 შეადგენდა. როგორც ჩანს, სცენარმა შესაძლოა მთელი შეიარაღებული ძალების რაოდენობა აურია მხოლოდ ბრიტანეთის არმიის რაოდენობაში, რომელიც 1980 წელს დაახლოებით 152.000 ადამიანს შეადგენდა. დასამტკიცებლად, გაერთიანებული სამეფო კვლავაც ითვლება მსოფლიოში მე-6 ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალად, აშეთეშოს, რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და სამხრეთ კორეის შემდეგ. მისი ბირთვული არსენალი, გლობალური ბაზების ფართო ქსელი, თანამედროვე შეიარაღების მრავალფეროვნება და მდგრადი რბილი ძალა ნიშნავს, რომ მიუხედავად მისი დაქვეითებისა, ძალიან ცოტა ქვეყანას შეუძლია კონკურენცია გაუწიოს. თუმცა ციფრები არასასიამოვნო წასაკითხია. 1980-იან წლებში არმიას 1000-ზე მეტი ძირითადი საბრძოლო ტანკი ჰყავდა. დღეს მას დაახლოებით 200 ჰყავს, რომელთაგანაც ალბათ ნახევარია მუშა მდგომარეობაში. შედარებისთვის რუსეთმა უკვე დაკარგა 4300-ზე მეტი უკრაინაში. სამეფო საზღვაო ფლოტმა რამდენიმე სიტყვიერი დარტყმა მიიღო პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან, რომელმაც მისი 2 ავიამზირი, HMS Prince of Walesი და HMS Queen Elizabeth სათამაშოებად აღწერა, რომლებიც ძალიან ძველია და არ მუშაობს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ლუკ პოლარდმა ტრამპის განცხადება უარყო და თქვა, არა, ჩვენ ძლიერი სამეფო საზღვაო ფლოტი გვყავს. მაგრამ ტრამპს ნაწილობრივ აქვს აზრი. ხშირად ამბობენ, რომ სამეფო საზღვაო ფლოტში ადმირალების რაოდენობა 80 უფრო მეტია ვიდრე საბრძოლო გემების, დაახლოებით 13. და მიუხედავად იმისა, რომ ის 2 ავიამზით 26 გამალადგურებელი თვითმფრინავის ტევადობა აქვს, არც 18-ზე მეტი არ გადახოლია, შესაბამისი თვითმფრინავების ნაკლებობის გამო. ახლა ცივი ომის დასრულებიდან 2022 წლის დასაწყისამდე, გარკვეული მცირე ჯგუფების გარდა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების დასუსტება საშუალო ბრიტანელისთვის დიდად არ იყო საგანგაშო. უმეტესობა საკმაოდ კმაყოფილი ჩანდა მთავრობის გაზრდილი ხარჯებით, საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და სხვა საჯარო სერვისებზე, თუნდაც ეს ეგრეთ წოდებულ შემცირებული სამხედრო ძალის ხარჯზე მომხდარიყო.
საბოლოოდ, რადგან დასუსტებული რუსეთი და ისლამისტი ჯიჰადისტების ტერორისტული თავდასხმების საფრთხე დიდწილად შეჩერებული იყო, ბრიტანეთის უსაფრთხოებისთვის დაუყოვნებელი საფრთხეები თითქმის გაქრა. ომის წიგნებში დეტალურად დაგეგმილი გეგმები თაროზე შემოიდო და მტრის დასაგროვებლად დარჩა. ხოლო თავად ომის დროინდელი განძლეობის გაძლიერების იდეა თითქმის მთლიანად გაქრა როგორც საჯარო, ისე კერძო დისკურსიდან. დეტალურად მომზადებული გეგმები, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში გულმოდგინედ იწერებოდა, იტესტებოდა, გადამუშავდებოდა, დიდ ბრიტანეთს ერთ-ერთ ყველაზე მომზადებულ ქვეყნად აქცევდა კონფლიქტისთვის. მაგრამ ამას უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. შვიდობიანი დრო დადგა და თითქოს სამუდამოდ უნდა დარჩენილიყო. ან ასე ჩანდა მაინც. შემდეგ რუსეთმა უკრაინაში შეიჯრა 2022 წლის თებერვალში და რუსული საფრთხე კიდევ ერთხელ ჩამოწვა თავისი მძიმე ჩრდილით ბრიტანეთის კუნძულებზე. ომის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი, რა თქმა უნდა, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოკავშირე იყო. 2022 წლის თებერვლიდან 2026 წლის თებერვლამდე დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას დაპირდა მინიმუმ 21.8 მილიარდი ფუნტის სტერლინგის დახმარებას, რაც დაახლოებით 29.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ თანხის თითქმის 60%, ანუ 17.6 მილიარდი დოლარი პირდაპირ სამხედრო დახმარებაა, ხოლო დამატებით 4.06 მილიარდი დოლარი ოარი ყოველწლიურად იქნება გამოყოფილი 2030-21 წლამდე, ან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. დიდმა ბრიტანეთმა ასევე გაწვრთნა 62,000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო პირი დიდ ბრიტანეთში ოპერაცია ინტერფლექსის ფარგლებში. საბრძოლო ველზე ტექნოლოგიების გაზიარების ის ისტორიული შეთანხმება გაფორმდა 2025 წლის ივნისში და უკრაინისთვის დრონების წარმოება უკრაინულ და ბრიტანულ კომპანიებს შორის ერთობლივი საწარმოების ფარგლებში იზრდება. უკრაინულ კომპანია Skytons-სა და დიდი ბრიტანეთის Prevail Partners შორის პარტნიორობა მიზნად ისახავს Skytons საბრძოლო გამოცდილების მქონე Raybird-ის დრონის წარმოების გაზრდას Prevail-ის დიდ ბრიტანეთში მდებარე ობიექტებში. ამასობაში უკრაინული Octopus 100-ის ჩამჭერი დრონების მასობრივი წარმოება კიდევ ერთი ბრიტანულ-უკრაინული ერთობლივი საწარმოს სახელად Project Octopus-ის ფარგლებში დაიწყო დიდ ბრიტანეთში 2026 წლის იანვარში Mildenhall-ში მდებარე ახალ ქარხანაში. ობიექტი, რომელსაც უკრაინული მწარმოებელი UKRS Specs Systems UK მართავს, მიზნად ისახავს თვეში 1000-ობით დრონის წარმოებას. პირველი დრონები უკრაინაში ტესტირებისთვის 2026 წლის იანვარში გაიგზავნა და წარმატებული ფრენები დაფიქსირდა. ეხლა მოგბეზრდათ ერთი და იგივე ამბების და ერთი და იგივე გაცვეთილი ანალიზის ყურება ყველა სამხედრო საინფორმაციო არხზე. ხოლო აქ The Military Show-ში ჩვენ უფრო ღრმად ვიკლევთ, სვამთ ამბებს კონტექსტში და ვხსნით, რატომ არის ისინი მნიშვნელოვანი. ამიტომ გამოიწერეთ არხი, რომ ყოველთვის ზუსტად გაიგოთ რა ხდება და რატომ. ახლა იმ მაღალი სამხედრო ჩართულობით, რაც ახლახან აღწერეთ, რომ აღარაფერი ვთქვათ დიპლომატიური, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის მთაზე, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გაუწია, გასაკვირი არ არის, რომ რუსებმა ამ ყველაფერს საკმაოდ ნეგატიურად შეხედეს. სინამდვილეში რუსეთის შეშფოთება დიდი ბრიტანეთის მიმართ აშკარა პარანოიაში გადაიზარდა. უკრაინის თამამი ოპერაცია ობობის ქსელის შემდეგ 2025 წლის ივნისში რუსეთის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ანდრეი კელინმა დაადანაშაულა დიდი ბრიტანეთი რუსეთის სტრატეგიულ ავიაბაზებზე მრავალმხრივი თავდასხმის ორგანიზებაში მონაწილეობის გამო. ინტერვიუში Sky News-თან მან განაცხადა, რომ ოპერაციის წარმატებისთვის საჭირო იყო მაღალტექნოლოგიური გეოსივრცული მონაცემები, რომლებიც მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს აქვს. მისი თქმით, აშშ-ში მონაწილეობა უარყო, მაგრამ დიდმა ბრიტანეთმა არა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რამდენად არის ლონდონი ჩართული, რამდენად ღრმად არიან ბრიტანელი ჯარისკაცები ჩართული უკრაინასთან თანამშრომლობაში დაამატა. რამდენიმე თვის შემდეგ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი იყო მსოფლიოს ყველაზე დიდი ომის მომწყობი და აქტიურად უშლიდა ხელს ტრამპის მცდელობას მშვიდობაზე მოელაპარაკებინა. დროა გავამჟღავნოთ ისინი და მკაფიო სიგნალი გაუგზავნოთ მოღალატე ალბიონს და მის ელიტებს. თქვენ ვერ მიაღწევთ წარმატებას, განაცხადეს მათ მუხარით. ამ სულ უფრო აგრესიულ რუსულ რიტორიკას ემატება ევროპასა და დიდ ბრიტანეთში რუსეთის მხრიდან ეგრეთ წოდებული ნაცრისფერი ომის ან ჰიბრიდული ომის ოპერაციების შესახებ მზარდი ცნობები. ეს მოიცავს კიბერშეტევებს, ეკონომიკურ ზეწოლას, დეზინფორმაციის კამპანიებს, დრონების შეჭრებს, დივერსიას და ინფრასტრუქტურის მოშლას. ბოლო დროს დიდი ბრიტანეთმა რუსეთი დაადანაშაულა ფარული წყალქვეშა ოპერაციის ჩატარებაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ბრიტანეთის წყალქვეშა კაბელებსა და მილებს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ჯონ ჰილის თქმით, ოპერაცია ერთ თვეზე მეთხანს გაგრძელდა, თუმცა საბოლოოდ არც ერთი კაბელი არ დაზიანებულა. თუმცა მოკავშირეებთან ერთად დიდმა ბრიტანეთმა დააკვირდა ოპერაციის თითოეულ მილს, რომელშიც მონაწილეობდა 3 რუსული წყალქვეშა ნავი, 1 აკულას კლასის და 2 მთავარი ღრმა წყალქვეშა კვლევების სამმართველოს, ანუ GUGI-ის სადაზვერვო წყალქვეშა ნავი. 3 გემის რუსეთის ოლენიის პორტიდან გასვლის სატელიტური სურათის გარდა, რომლებიც როგორც ამბობენ ბრიტანეთის წყლებისკენ მიემართებოდნენ, არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი ამ განცხადებების დასადასტურებლად. რუსეთმა ეს მტკიცება უარყო როგორც დაუჯერებელი და დაუდასტურებელი, რაც როგორც ჩანს, სწორედ ამ განცხადების მიზანია. თუ ამ ფაქტს ცალკე განვიხილავთ, შეიძლება აზრი გქონდეთ, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევა არ არის. კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესაძლო ან რეალური რუსული დივერსიების, კიბერშეტევების, დრონების შეჭრისა და მსგავსი ჰიბრიდული ომის პროვოკაციების შემთხვევები აშკარად მადულობს.
ამიტომაც შეგიძლიათ დაინახოთ, რატომ არიან სულ უფრო მეტი ევროპელი და ბრიტანელი ოფიციალური პირი დარწმუნებული, რომ როგორც კი რუსეთი უკრაინაში თავის საქმეს დაასრულებს, აგრესიულ ზრახვებს ნატოსკენ მიმართავს. და გაფრთხილებები სულ უფრო ხშირი და მკაცრი გახდა უკრაინაში ომის განვითარებასთან ერთად. მაგალითად, გენერალმა სერ როული უოკერმა, ბრიტანეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა, 2025 წლის მაისში გააფრთხილა, რომ ნატოსთვის საფრთხე რეალურია და ხაზი გაუსვა, რომ მომავალი რუსული აგრესიისთვის მოსამზადებლად დრო არ არის საკმარისი. ბრიტანეთის სადაზვერო სააგენტო MI6-ის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი ბლეიზ მეტრველი 2025 წლის დეკემბერში თავის პირველ საჯარო გამოსვლაში რუსეთი აგრესიულ, ექსპანსიონისტურ და რევიზიონისტურ სახის სახელმწიფოდ დაახასიათა და განაცხადა, რომ პუტინი ცდილობს უკრაინის დამორჩილებას და ნატოს შევიწროებას. ნაიტინმა თავად განაცხადა 2025 წლის დეკემბერში, რომ სიტუაცია უფრო საშიშია, ვიდრე ჩემს კარიერაში ოდესმე ყოფილა. მან მოუწოდა მთელი საზოგადოების ჩართულობას თავდაცვის საქმეში მზარდი გაურკვევლობისა და საფრთხის ფონზე და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი რუსეთის მიერ ნატოს ქვეყნის შეჭრის გაზრდილ ალბათობას. ეხლა ომის წიგნის განახლება ამ მოწოდებას რეალობად აქცევს. დიდმა ბრიტანეთმა უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები თავისი შეიარაღებული ძალების რეფორმირებისა და მათი საომარი მზადყოფნის მდგომარეობაში, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნების მიზნით. თავდაცვაზე ხარჯები იზრდება. ზაქირ სტარმერის მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ 2027 წლისთვის თავდაცვაზე ხარჯები გაზარდოს MSHP-ის 2.7%-მდე, რაც დაახლოებით 270 მილიარდ ფუნტს, ანუ 365 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამის შემდეგ მომავალ პარლამენტში ხარჯები გაიზრდება 3%-მდე, ხოლო 2035 წლისთვის 3.5%-მდე. გამოცხადდა ახალი ეროვნული თავდაცვის სტრატეგია, რომელიც რუსეთს გამოყოფს როგორც დიდი ბრიტანეთის მთავარ საფრთხეს და კრიტიკულად მნიშვნელოვანი 10 წლიანი თავდაცვის საინვესტიციო გეგმა ბევრისთვის მოუთმენლად, ან სულაც დაჟინებით არის მოსალოდნელი. სამხედრო ფრონტზე მოვლენები სწრაფად ვითარდება, მაგრამ ომისთვის მზადება მხოლოდ სამხედროებს არ სჭირდებათ. ომი გავლენას ახდენს მთელ ქვეყანაზე, მთავრობაზე, ბიზნესზე და ჩვეულებრივ ადამიანებზე. და თუ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალები მათი საკუთარი აღიარებით ამ ეტაპზე ომისთვის მზად არ არიან, ბრიტანული საზოგადოება კიდევ უფრო მოუმზადებელია. სწორედ ამიტომ არის ახალი ომის წიგნი ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს მიუთითებს ფუნდამენტურ ცვლილებაზე პოზიციაში, თავდაცვიდან გამძლეობაზე გადასვლას. ამ განსხვავებას შორს მიმავალი შედეგები აქვს. თავდაცვა გულისხმობს საფრთხეების შეჩელებას, მაშინ როცა გამძლეობა ვარაუდობს, რომ ზოგიერთი საფრთხე მაინც განხორციელდება და ყურადღებას ამახვილებს მათ გადატანასა და აღდგენაზე. ცივი ომის პერიოდის ომის წიგნები ორ მთავარ საფრთხეს განიხილავდა. ბირთვულ ომს და რუსეთის ძალების მიერ დიდ ბრიტანეთში რეალურ შეჭრას. განძლეობის გასაუმჯობესებელი ზომები სწორედ ამ საფრთხეებზე იყო დაფუძნებული. დღევანდელი ომის წიგნი სრულიად ახალ საფრთხეებს უნდა დაუპირისპირდეს, დაწყებული კიბერომითა და წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელების გაწყვეტით, დამთავრებული შორ მანძილზე მოქმედი დრონებისა და რაკეტების მასიური შეტევებით. ნაიტინის თქმით, კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურის, როგორიცაა ელექტროსადგურები და წყლის მარაგები, დაცვა ახალი მიდგომის მთავარი ნაწილი იქნება. როდესაც ფიქრობთ ჩვენი წყლის ინფრასტრუქტურის, ელექტროენერგიის ან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებაზე, უნდა გავითვალისწინოთ მოწინააღმდეგის მხრიდან ისეთი ქმედების საფრთხე, რომელიც ომის ზღვარს ცდება და არა მხოლოდ ჰიბრიდული საფრთხე, განაცხადა მან. ეს გვაიძულებს, რომ განათლება მივიღოთ და მოსახლეობას დავეხმაროთ, რომ გაიგონ ეს საფრთხეები და გააცნობიერონ, რა შეუძლიათ გააკეთონ ქვეყნის და შესაძლოა ასევე შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად, დაამატა მან. მაგრამ ალბათ ყველაზე ნიშანდობლივი მისი შენიშვნაა, რომ მდგრადობის შექმნის პროცესი მოითხოვს გარკვეული განსხვავებული არჩევნის გაკეთებას და განსხვავებულ პრიორიტეტებს. განცხადება მიუთითებს, რომ მდგრადობა შეიძლება გულისხმობდეს გარკვეულ ფუნდამენტურ ცვლილებებს დიდ ბრიტანეთში ცხოვრებაში, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც ბევრისთვის რთული-მრთული მისაღები იქნება. ჯერ კიდევ გასარკვევია, იქნება თუ არა ახალი ომის წიგნი ისეთივე ყოვლის მომცველი, როგორც მისი წინამორბედები. შესაძლოა ხელოვნურმა ინტელექტმა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებმა გაამარტივონ ის პროცესი, რომელიც როგორც ჩანს დროში გაწელილი და ძვირადღირებული იყო. გარდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერებისა, ახალი გეგმა სავარაუდოდ გულისხმობს შიდა საწარმოო შესაძლებლობების გაზრდას, განსაკუთრებით თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროში. როგორც ომის წიგნის წინა ვერსიებში, ბევრად უფრო დიდი კოორდინაცია იქნება საჭირო ინდუსტრიასა და მთავრობას შორის. უფრო სადაო საკითხია, რომ რეზერვისა და მობილიზაციის ჩარჩოები თითქმის აუცილებლად საჭიროებს გადახედვას. შეიძლება განიხილონ სავალდებულო სამხედრო სამსახური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საჭირო იქნება მასობრივი საზოგადოებრივი ინფორმირების კამპანიები ეროვნული უსაფრთხოების რისკების შესახებ. ამასთან ერთად მოსალოდნელია ინფორმაციის კონტროლისა და ცენზურის გაძლიერება. როგორც ახლა რუსეთი აღმოაჩენს მასობრივი საზოგადოებრივი აღშფოთებით, მას შემდეგ რაც მოსკოვმა დაბლოკა მესენჯერის აპლიკაცია Telegram, ასეთი ზომები თუნდაც ომის დროს საზოგადოებაში კარგად არ აღიქმება. მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ფსიქოლოგიურია. ომის წიგნის ხელახლა ამოქმედებით დიდი ბრიტანეთი მხოლოდ ომისთვის არ ემზადება. მრავალი თვალსაზრისით ის ხელახლა განსაზღვრავს, რას ნიშნავს უსაფრთხოება 21 საუკუნეში. რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთი სულაც არ არის ერთადერთი, ვინც ახალ მრავალფენოვან გლობალურ საფრთხის გარემოს ერგება. ასეთი ქვეყნები, როგორიცაა შვედეთი, ფინეთი და გერმანია, ავრცელებენ საგანგებო მზადყოფნის სახელმძღვანელოებს და ურჩევენ მოქალაქეებს მოიმარაგონ საკვები, წყალი და მედიკამენტები.
საფრანგეთი ემზადება გამოსცეს ახალი 30 გვერდიანი სამოქალაქო თავდაცვის სახელმძღვანელო, თუმცა ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ის კონკრეტულად ომთან არ არის დაკავშირებული. გერმანიამ ასევე განაახლა საგანგებო მზადყოფნის რეკომენდაციები და ურჩევს მოსახლეობას მოიმარაგონ 10 დღის საჭირო პროდუქტები. პოლონეთმა ააშენა საზღვრის ბარიერები და სკოლებში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სწავლება შემოიტანა. ასევე ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ლიტვა და ესტონეთი, ატარებენ მასშტაბურ სამხედრო და სამედიცინო საგანგებო წვრთნებს. ამზადებენ საავადმყოფოებს საომარი მდგომარეობისთვის და იმარაგებენ აუცილებელ სამედიცინო მარაგებს. მიუხედავად იმისა, რომ ცოტაა ისეთი, ვინც ბრიტანეთის ომის წიგნამდე მივიდა, ევროპაში თავდაცვის ახალი მოდელისკენ გადახრა აშკარა. ამ ახალ მოდელში ომი არ არის მოვლენა, არამედ მდგომარეობა. წინა ხაზი ადგილი კი არა, არამედ სისტემა არის და მონაწილეები მხოლოდ ჯარისკაცები კი არა, არამედ მთელი საზოგადოება. და ეს ყველაფერს ცვლის, რადგან როგორც კი ერი ასე შეცვლის თავის აზროვნებას, ძველ აზროვნებას ადვილად ვეღარ დაუბრუნდება. ახლა თუ დიდ ბრიტანეთის დიდ ქალაქში ცხოვრობთ და იწყებთ პანიკას რუსეთისთან ომის მოახლოებული პერსპექტივის გამო, ნუ ინერვიულებთ. ომისთვის მზადება აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ის მოხდება. როგორც ლათინური გამონათქვამი ამბობს, si vis pacem para bellum. თუ გინდა მშვიდობა, მოემზადე ომისთვის. საქმე ის არ არის, რომ დიდი ბრიტანეთი და სხვა ევროპული ქვეყნები თავდაცვასა და გამძლეობაზე სერიოზულად იწყებენ ფიქრს, რადგან ომს მალე ელია. ამ ეტაპზე იმდენივე მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსული თავდასხმის შესახებ გამუდმებული გაფრთხილებები მომგებიანი თავდაცვის შესყიდვების კონტრაქტებით არის მოტივირებული, რამდენიც იმისა, რომ ეს რეალურად რუსეთის განზრახვა. ომი შეიძლება მალე დაიწყოს, ან შეიძლება არც დაიწყოს. ისეთი გამძლეობის განმტკიცების ნაბიჯები, როგორიცაა ომის წიგნის ხელახლა ამოქმედება, რეალურად მიუთითებს იმაზე, რომ დიდი ბრიტანეთი აღარ თulis მშვიდობას სტაბილურად და სანდოდ. მოცემული გლობალური დაძაბულობისა და სამხედრო დაპირისპირებების ფონზე სხვა რამეზე ფიქრი მიამიტობა იქნებოდა. და როდესაც ქვეყანა, განსაკუთრებით ისეთი ძლიერი, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, სტაბილურობას აღარ ვარაუდობს, მისი ქცევაც იცვლება. ის იწყებს გამძლეობის სისტემურად და მასშტაბურად გაძლიერებას. ომის წიგნის ხელახლა შემოღება მიუთითებს იმაზე, რომ დიდი ბრიტანეთი ძლიერად გამოდის 10 წლეულების სამხედრო ძილის შემდეგ. გასაკვირი არ არის, რომ რუსები ასე აფორიაქებულები არიან. ახლა მეტი დეტალისთვის იმის შესახებ, თუ როგორ ინერგება ეს მედეგობა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ძალებში, ნახეთ შემდეგი ვიდეო. მადლობა ყურებისთვის.